ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მოწმე იმედა ბედიანაშვილის ზეწოლაზე საუბრობს. მან დღეს პრესკონფერენცია საქმეში ბრალდებულთა ადვოკატებთან ერთად გამართა. ადვოკატთა მტკიცებით ზეწოლა ბედიანაშვილის გარდა სხვა მოწმეებზეც ხორციელდება. ნატა ქაჯაია გვერდდება პირდაპირ ეთერში ის განაგრძობს თემას. ნატა კონკრეტულად რა სახის ზეწოლაზე საუბრობს მოწმე? სოფო, დაცვის მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ამბობს, რომ ტრისტან წითელაშვილი აიძულებს მას 5 აგვისტოს მიცემული ჩვენება შეცვალოს და სასამართლოს მისცეს სრულ ჩვენება. როგორც დაცვის მოწმე ამბობს, წითელაშვილს როგორც ბრალდების მოწმეს სჭირდება ალიბი, რომ 2006 წელს ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს ის იმყოფებოდა ტერიტორიაზე. შემდგომების ანუ მისი დამკვეთების იმ ღამეს არ იმყოფებოდა ტრისტან წითელაშვილი. იმ ღამეს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა. არც იქ იყო ის გზა, რომელიც ეგ იძახის, რომ მithom ზემოთ ავიდა და იქიდან ათვარიერებდა, რა ხდებოდა, როგორ ხდებოდა იმ ოპერაციის დროს. თქვენას გეუბნებოდა წითელაშვილის სატელეფონო საუბარში მითხრა. მაშინ იყო პროკურატურაში და მითხრა, რომ თქვიო, რომ მithom იქ გზა იყო, მithom იმ ღამეს იყო, მithom ყველაფერი ვიცოდიო და უბრალოდ შემსწრები იყო ამ ყველაფრისაო. მე წინააღმდეგ თქვა ჩვენების. არა, ნუ ეგ ელაპარაკეო რა, ეგ დაწერეო რა. და რა უნდა დამეწერო, როცა არაფერი დამინახე, არაფერი არ უწოდი და აბსოლუტურად თავი დამანებოს რა. ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული არიან დათა ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი მაზმიშვილი და გიორგი დგებუაძე. სწორედ ამ ბრალდებულების ინტერესების დამცველებთან ერთად გამართა დაცვის მოწმემ იმედა ბედიანიშვილმა პრესკონფერენცია. როგორც ადვოკატები ამბობენ, ისინი სთხოვენ პროკურატურას და მოუწოდებენ, რომ შეწყვიტოს მოწმეებზე ზეწოლა. ეს არის გაგრძელება, კიდევ ერთი გაგრძელება იმისა, თუ როგორ ხდებოდა ჩვენს მოწმეებზე, იცით, გორგაძის გატაცება, ასევე სხვა საქმეზე, ბაჩანახალაიას საქმეზე, ექიმის გატაცება, სუთიძის გატაცება, მოცემულ საქმეზე პატიმრები დაეკითხნენ სასამართლო პროცესზე. ჯონი ივანიშვილთან შევიდა გამომძებელი ციხეში. ვაკე საბურთალოს მეოთხე განყოფილების თანამშრომელი ვინმე ტორაძე, რომელიც ასევე ამ ჩვენების მიცემის შემდეგ ისევ თავიდან ითხოვდა მის დაკითხვას. ქმედებები კონკრეტულად, რასაც აი უკვე ამ ბოლო პერიოდში ჩადის კონკრეტულად თბილისის პროკურატურა სცილდება, ასე ვთქვათ, ყოველგვარ სამართლებრივ ზღვარს, ვინაიდან ამას უკვე ზეწოლასაც ვერ დავარქმევთ, ეს არის სუფთად რეპრესიები, ვინაიდან ადამიანებს არ ეძლევათ ნორმალური ცხოვრების პირობები. ჩვენ ბუნებრივია დავუკავშირდით ტრისტან წითელაშვილს, რომელიც კატეგორიულად უარყოფს იმედა ბედიანიშვილის დღეს გაკეთებულ განცხადებებს. წითელაშვილი ამბობს, რომ 2006 წელს ის ნამდვილად იმყოფებოდა ნავთლუღის ტერიტორიაზე, სადაც მოხდა სპეცოპერაცია და დაინახა თავად რა ქმედებებს ჩადიოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და როგორ მოხდა 3 ადამიანის ლიკვიდაცია. როგორც ტრისტან წითელაშვილი ამბობს, მან ასევე დაინახა 2006 წელს, რომ გარდაცვლილებს სამართალ დამცველებმა იარაღი ჩაუდეს. წამლებები და ლევან ტაბიძემ რასაც ამბობს ყველაფერი დავინახეთ ის, რაც ჩაიდინა დათა ახალაიამ, რაც ჩაიდინა მაზმიშვილმა, ქარდავამ, რაც ჩაიდინა დგებუაძემ, დავინახეთ ის ყველაფერი აბსოლუტურად. როგორც ახოწეს ეს ბიჭები, როგორც დაულაგეს იარაღები. ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ჩვენ ვამზადებთ სიუჟეტს და დეტალები უკვე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შეგიძლიათ ნახოთ. პირდაპირ ეთერში ნატა